გუდაურის კიკროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ლევან ღუდუშაური დეტალებით. გუდაურში დასრულდა ორდღიანი ტურნირი, რომელიც მსოფლიოს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებმა შესანიშნავი სანახაობა შესთავაზეს აქ დამსწრე გულშემატკივარს და იმ მილიონობით ტელეაუდიტორიას, რომელიც ევროსპორტის საშუალებით პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს გუდაურში ჩატარებულ შეჯიბრს. მართლაც ძალიან ძლიერი სპორტსმენები იყვნენ წარმოდგენილი გუდაურში. ამ ორ დღეში დაახლოებით 100 სპორტსმენმა 14 ქვეყნიდან მიიღო მონაწილეობა ფრისკის შეჯიბრში და მათ თავისი საუკეთესო შედეგების ჩვენება მოახერხეს. მათ შორის იყო ქართველი მონაწილეც, მაგრამ სამწუხაროდ მან ვერც ერთ დღეს ვერ მოახერხა კვალიფიკაციის გავლა, თუმცა არა უშავს ეს მხოლოდ პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ფრისკის ნაკრები იღებს ფისის სერიაში მონაწილეობას და რა თქმა უნდა გაგრძელდება მათი ვარჯიში და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ წლებში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ ქართული სპორტსმენები. კარგი ორგანიზებული იყო ტურნირი. შარშან მოგეხსენებათ, რომ ბაკურიამაც უმასპინძლა ფრისკის მსოფლიო თასს და შესაბამისად კარგი ორგანიზების გამო მსოფლიოს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ბაკურიანის და გუდაურის მსოფლიო თასის მუდმივ კალენდარში ჩასვა. ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. საქართველოში მეორედ ვიმყოფები. შარშან მსოფლიოს თასის ეტაპი ბაკურიანში გაიმართა. შესანიშნავი შეჯიბრება იყო. ძლიერი კონკურენტები მყავდა. გუდაურის ტრასაც მომეწონა და ორგანიზებაც შესანიშნავია. ნამდვილად კარგად ჩაიარა თვითონ სპორტსმენების, დელეგატის საერთაშორისო ფედერაციის და ყველა წარმომადგენელი აღიარებს, რომ უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული ეს შეჯიბრება და იმედს ვიტოვებთ, რომ ესე გაგრძელდება ჩვენი და მათი ურთიერთობა სადაც რა თქმა უნდა კალენდარშია, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი კარგად იქნება. შეჯიბრი ჩატარდა წარმატებულად, თქვენ თვითონაც ხედავთ, დაინახეთ ყველაფერი, ამიდის ფანტასტიკური დაგვემთხვა და თვითონ შეჯიბრმაც ფანტასტიკურად ჩაიარა და აბსოლუტურად ყველა კმაყოფილი არის. ფრისკის მსოფლიო თასი, რომელსაც გუდაურმა უმასპინძლა, როგორც გუშინ აღსავე დღეს იტალიელი სპორტსმენების ნომინაციით წარიმართა. ამჯერად ქალთა შორის მოიგო იტალიელმა ათლეტმა, რომელმაც შესანიშნავი სანახაობა შესთავაზა გულშემატკივარს. რაც შეეხება მსოფლიო სერიის ლიდერს კაცებში, ასევე იტალიელს, მან დღეს მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა თავისი პოზიცია შეინარჩუნა. მოგეხსენებათ, რომ ორდღიანი შეჯიბრი გუდაურში დასრულდა, თუმცა 8-9 მარტს ასევე სნოუბორდ კროსში უმასპინძლებს გუდაური ფისის მსოფლიო თასს, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური სანახაობაა. ორგანიზების კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპორტსმენებიც და ორგანიზატორებიც ძალიან კმაყოფილები არიან ინფრასტრუქტურითაც და ტრასების მდგომარეობითაც. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ ის მუდმივი კალენდარი, რომელიც ფისმა შეადგინა, კვლავ გაგრძელდება და საქართველოს კვლავ უმასპინძლებს უდიდეს ფრისკის და სნოუბორდ ტურნირებს, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ეს ლევან ღუდუშაური იყო.